ჩვენ ამ მიწის შვილები საუკეთესოდ ვართ აღჭურვილი, რათა დავძლიოთ ისრაელის ყველა მცდელობა დაანგრიოს ჩვენი ერთობა. ძალიან მტკიცედ ვართ, რათა ხელოვნური დაპირისპირება არ გაღრმავდეს. კარგად ვიცით, ვინ ცდილობს ჩვენს ომში ჩათრევას და ვინ ისახავს მიზნად ჩვენს გახლეჩას. არ მივცემთ მათ იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენი ხალხი ომში ჩაითრიონ. ომში, რომლის გაჩაღებაც ჩვენს მიწაზე სურთ და რომლის ერთადერთი მიზანი სირიის დაშლა და ჩვენი ძალისხმევის ქაოსით გადაფარვაა. სირია არაა უცხოური შეთქმულებების გამოსაცდელი ადგილი და არც ადგილი, სადაც სხვების ამბიციები ჩვენი შვილებისა და დედების სისხლის ხარჯზე დაკმაყოფილდება. განსაკუთრებით მიმართავ ჩვენს დრუზ ძმებს, რომლებიც ამერის განუყოფელი ნაწილი არიან. სირია აღარასოდეს იქნება განხეთქილების, დაყოფის ან რელიგიური დაპირისპირებების ადგილი. ვადასტურებთ, რომ თქვენი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ მცდელობას, საგარეოს თუ საშინაოს შემოიტანონ განხეთქილება ჩვენს რიგებში. ორი არჩევანის წინაშე დავდექით. ისრაელთან ღია ომი ჩვენი დრუზული თემისა და სირიის სტაბილურობის ხარჯზე, ან დრუზი ლიდერებისა და უხუცესების საღაზრზე დაბრუნება და ეროვნული ინტერესების პრიორიტეტად ქცევა. ჩვენ ომის არ გვეშინია. მთელი ცხოვრება გამოწვევებსა და ხალხის დაცვაში გავატარეთ. თუმცა ქაოსსა და ნგრევას სირიის ინტერესების დაცვის გზა ვარჩიეთ.